ჩვენ ვამზადებთ პეტიციას, რომ ომალოს დუმასტურსა და ხალაწანში გაეწმინოს ნაგავსაყრელები და ყველა სოფელში დაედგას ნაგვის ურნები. ამისთვის საჭიროა, რომ თქვენ მოაწყურეთ ხელი, თუ თანახმა ხართ. პირველად საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსით განსაზღვრული პეტიციის მექანიზმი პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა გამოიყენეს. სოფელ ჯოყოლოსა და ომალოს მოსახლეობამ საერთო ხასიათის პრობლემების მოგვარების მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ორი პეტიციით მიმართა. თითოეული პეტიცია ხელმოწერილია 330 ამომრჩევლის მიერ. პირველი პეტიციით მოთხოვნილია სოფელ ომალოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ურნების განთავსება და ნაგავსაყრელების მოწყობა. სოფელ ომალოში არ ფუნქციონირებს დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისები, კერძოდ კი ქუჩებსა და საუბნო გზებზე არ არის სანაგვე ურნები, რის გამოც მოსახლეობა თვითნებურად შერჩეულ ადგილებზე, მათ შორის მდინარის ნაპირზეც ყრის ნაგავს. სამოქალაქო აქტივობის ცენტრის დახმარებით ჩვენ მოამზადეთ პეტიცია, შევაგროვოთ ხელმოწერები და შევიტანეთ ახმეტის საკრებულოში. მეორე პეტიციით ჯოყოლოს მოსახლეობა სოფელში არსებული ერთადერთი სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ითხოვს. მიუხედავად სტადიონის ცუდი მდგომარეობისა, ახალგაზრდები მაინც თამაშობენ ამ სტადიონზე. ამ წლის პანკისის ჩემპიონატი, საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა ზუსტად ამ სტადიონზე და ახალგაზრდებს და მოსახლეობას აქვს სურვილი თუ ახალი სტადიონი არ აშენდა, ის არსებული მაინც მოეწყოს და იქ შეძლონ თამაში შემდგომში. და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგემზადებინა პეტიცია. ადგილობრივ თვითმმართველობებში პეტიციის ინსტიტუტი 2010 წლის 15 ივნისიდან იქნა მიღებული და თავდაპირველად მხოლოდ საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების ინიცირებით შემოიფარგლებოდა. 2015 წლის 22 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად პეტიციის წარდგენა შესაძლებელი გახდა მუნიციპალიტეტებისა და მის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული დასახლებების საერთო მნიშვნელობის პრობლემების თაობაზეც. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ახალგაზრდები ძირითადად მიმართავენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საერთო პრობლემებთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ამორჩევლის 1% უნდა ეთანხმებოდეს ამ ინიციატივას და ამ ახალგაზრდებმა მოახერხეს სწორედ ამ 1%-ის თანხმობით წარედგინათ ეს ინიციატივა.